რაც არ უნდა ვიდეოები ჩავწერო, ეთყობა ვერ ხედავთ ამ ვიდეოებს და ეთყობა ძალიან რთული არის, რომ შემდეგ მოძებნოთ ეს ვიდეოები. ორიოდე სიტყვით ხალბატონო თამარ გითხარით ბერნიკოლოზის შესახებო. მოდი, გეტყვით ახლა მე ერთ რამეს რა. ჩემი გამოცდილებიდან ნიკოლოზთან, ბერნიკოლოზთან, იგივე ნარიმანთან რამდენჯერვე ვიყავი მის გამოსვლას დავესწარი. მე აბსოლუტურად არანაირი საშუალება არ მქონდა იმის, რომ მას გავსაუბრებოდი, რადგან იქ ისეთი ქარჯეთის ციხე დამხვდა, რომ წარმოუდგენელი რაღაც ვითარება. ამ ადამიანის შესახებ მე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, სანამ მე ადამიანს არ გავიცნობ. მაჩუქეს წიგნი, დავიწყე ამ წიგნის კითხვა, აი აგდებს ეს წიგნი. ამ წიგნის კითხვის დროს პირველივე რამდენიმე გვერდზე მივხვდი, რომ ეს წიგნი მისი დაწერილი არ არის. და გავანებე ამ წიგნის კითხვას თავი. მერე მოვუსმინე სხვადასხვა ადამიანებს შევეკითხე, რას ფიქრობენ ბერნიკოლოზზე. თეოლოგების წრეში, მღვდლები და ასე შემდეგ და ძალიან დიდი აგრესია არის მის წინააღმდეგ გაჩენილი, რომ აი ეგ იდიოტია, ეგ იჟია, ეგ ის არის და გამოვიტანე ჩემი დასკვნა. თუ კი სამღვდელო პირები ნიკოლოზზე, რომელიც თავისთვის ცხოვრობს ფონიჭალაში მე-7 სართულზე, არ ითხოვს ბევრს, ამბობენ არის იდიოტი, გიჟი და გადარეული, შეშლილი, რატომ იმაზე არ ამბობენ, რომ იდიოტი, შეშლილი და გადარეულია ადამიანი, რომელიც ფეხებს აბანინებს, ყვერებს აბანინებს, პირში აღებინებს, უკაცრავად ამაზე, ძალიან მოგედებათ ახლა გულზე. და რა ვიცი, ყველანაირ შემთხვევაში თავს ასიამოვნებინებს. მე ლაპარაკი მაქვს იმ ტრაციან ადამიანზე, რომელიც დღეს ქრისტეს ტიტულს იწებებს, ხო? თუ კი ამ ადამიანზე აქვს აგრესია, ნიკოლოზი აქვს აგრესია, ბიჭო, იმაზე რატო არ აქვს აგრესია? რადგან იმას ქრისტეს ტიტული აქვს მიკერებული? რატო იმაზე არ უჩნდებათ პრეტენზიები? რატო იმაზე არ იძახიან გიჟია, შიზოფრენია და გადარეულია და მამათმავალი პედოფილია და ასე შემდეგ? თეოლოგები და ეს მღვდლები. მე გეტყვით რატომაც. იმას ვერ უბედავენ, იმიტომ რომ იმის უკან სინოდის ზემოთ სიონისტები დგანან. და ერთი რამე რო თქვან, თავს წააცლიან ყველას. იმიტომ რომ მის დაქვემდებარების ქვეშ არიან. და აი ნიკოლოზს უბედავენ, იცით რატომ? ნიკოლოზი შემწყნარებელია. იციან, რომ ნიკოლოზი მათ ისე სასტიკად არ გაუსწორდება, როგორც სიონისტები გაუსწორდებიან მათ. და ამიტომ ამ დაგროვილ ბოღმას და ღვარძლს, რომელიც აქვს ილია მეორისგან დაგროვებული, ნიკოლოზზე ამოყრიან ხოლმე და ნიკოლოზზე ამოასხავენ ხოლმე. იმიტომ რომ ნიკოლოზი მათ თავებს არ წააცლის. იმიტომ რომ ნიკოლოზი მათ ზელოცულობს შეიძლება კიდეც. იმიტომ რომ ნიკოლოზი თავისთვის არის. და არავის არ ამსახურებინებს თავს, როგორც ილია მეორე. ჩემი დასკვნა გამოვიტანე ნიკოლოზ ნარიმანთან დაკავშირებით. ეს ადამიანი, რომელთანაც უბრალოდ კომუნიკაციას ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ იქიმდენი ქაჯი დგას, რომ უბრალოდ არ მიგიშვებენ ერთი წუთითაც კი, რომ დაელაპარაკო ადამიანს და რომც დაელაპარაკო, უბრალოდ არ საუბრობს. მდუმარებაშია ეს ადამიანი, ხო? ნუ ერთადერთხელ
შეიძლება განიშნოს ხელით არა ან კი თავი დაგიქნიოს, გესმის? და მე ამ ადამიანში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ან ცუდს და საშიშს ვერაფერს ვერ ვხედავ. თვითონ მდუმარებაშია. რაც მის გარშემოა შექმნილი, აი ეს ჭორები, თუნდაც ეს დაწერილი წიგნი ვიღაცის მიერ, არ ვიცი ვის მიერ, რომელშიც 1000 გვარი სიბინძურე წერია, რომელიც არ არის მისი დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ მოვიდა ჩემამდე ხმა, რომ ჩემ მკითხეთო ეს წიგნი შენი დაწერილია თუ არა და თავი დაგვიქნიაო. ეს იმას არ ნიშნავს ჩემთვის, რომ ეს მისი დაწერილია. მე მისგან არც ერთი სიტყვა არ გამიგია. პირისპირ არც ერთი სიტყვა არ გამიგია. და ადამიანმა თქვა, მე დავიწყებ მაშინ ლაპარაკს, არ ვიცი, წერილობით ვიღაცას მისწერა, მე მაშინ დავიწყებ ლაპარაკს, როდესაც საპატრიარქო გაიწმინდებაო. და ეხლა საპატრიარქო ვინ უნდა გაწმინდოს, ნიკოლოზმა? თუ საპატრიარქოს არ მოითხოვს ხალხი გაწმენდას, ნიკოლოზი ლაპარაკს არ დაიწყებს და მე დიდად წარმოდგენა არ მაქვს იმაზე, რა შეიძლება ნიკოლოზმა ჩვენ გვითხრას. სანამ ის ლაპარაკს არ დაიწყებს. და თუ კი ვინმეს აინტერესებს ნიკოლოზი ვინ არის და რას იტყვის და რას გვეტყვის, მაშინ პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს, რაც დაავალა ამ ხალხს ის უნდა გააკეთოს, ხო? საპატრიარქო გაწმინდოს. აბა მითხარით, რომელი ერთი საპატრიარქოს რა არის, რომელი ერთი ნიკოლოზის მრევლი, აქ ჩემთან რომ დიდგულობს, მივიდა ილიასთან და გააკეთა ის საქმე, რაც ნიკოლოზმა დაავალა. სანამ ნიკოლოზს გავიცნობდი, მანამდე მივედი ილიასთან და მანამდე მოვკითხე, მაგრამ რა? რომელი ნიკოლოზის მრევლი დამიდგა მე მხარში მაშინ? რამდენიმე? 3-4 კაცი ვიდექით იქ. როდესაც მეორე განაცხადეთ მისვლა. და დავიჯერო 4 ადამიანზე მეტი ნიკოლოზის მრევლში არ არის? აბა იქ რა თავების მტრევა დაემართებათ ხოლმე იქ რომ გამოსასვლელის რომ არის და ალკოჰოლი და ფულები და კამფეტები რომ უნდა დაურიგოს ნიკოლოზმა, მაშინ რომ პირველობაზე აქვს ხოლმე საკითხი. გამაგებინეთ იმ ხალხს მარტო კამფეტები და ალკოჰოლი აინტერესებს და ფულები? იქ რატო არ დგას საპატრიარქოსთან და რატო არ ასრულებს ბერი ნიკოლოზის მოთხოვნას? რომ სანამ საპატრიარქო არ გაიწმინდება, მე არ დავიწყებ საუბარსო, გეუბნებათ, ხო? თუ მე მოვიგონე ეს. მე მოვიგონე? თუ ეს გითხრათ ბერმა ნიკოლოზმა, იგივე ნარიმანმა, მაშინ შეასრულეთ, რაღაც უყურებთ. თუ ვის უყურებთ, ვინ უნდა მოვიდეს, წმინდა გიორგი ჩამოვა და საპატრიარქოს განწმენდას დაიწყებს? სხვა მოგიგوارებთ საქმეს? თამარი მოვა და ის მოგიგوارებთ? თუ დავით აღმაშენებელი მოვა და ის მოგიგوارებთ? ქრისტე მოვა და ის მოგიგوارებთ? სხვა მოგიგوارებთ მაგას? ვის ელოდებით, ვის? თუ გაინტერესებთ ვინ არის ბერი ნიკოლოზი, ჯერ მისი ხმა უნდა გაიგოთ, ხო? და მისი ხმა რო გაიგოთ, მაშინ ჯერ საპატრიარქო უნდა გაწმინდოთ. წყილი და ჭიანჭველაა რა. თუ გინდა რომ წყილი ამოიყვანო წყლიდან, ჭიანჭველა ამოიყვანო წყლიდან, წყილმა უნდა იშრომოს. მივიდეს ღორთან, მივიდეს კატასთან, მივიდეს ძროხასთან და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მოიპოვოს თოკი, რომ ჩაუგდოს და ამოიყვანოს ეს საწყალი ჭიანჭველა წყალში, რომ არის ხავსზე მოკიდებული. თავისი მეგობარი. და დავალება გააქვთ და დავალებას რო არ ასრულებთ, რა თქვენ გონიათ რომ ვიღაცა მოვა მასწავლებელი და ყოჩახთ. რახან თქვენს დავალება არ შეასრულეთ, თავზე გადაგისვავთ. ხელ ხუთიანი ძველი ნიშნებით. 10 ქულა ახალი ნიშნებით. და ყოჩახთ, აშ დაუკრავთ და ქრისტე მოვიდა, იტყვით მე, თუ რა გინდათ რომ დავალებას გაძლევთ თითოეული წმინდანი, თითოეული ადამიანი, თქვენი თუ არ გაგაჩნიათ,
დავალებებს სხვები გაძლევენ, მაგრამ არც იმას ასრულებთ და არც თქვენი გაგაჩნიათ და გადარჩენა მაინც გინდათ. და ეგ როგორ? ანუ სხვის ხარჯზე რამდენი ხანს უნდა იცხოვრო? ქრისტე გვეუბნება საყუდურს, რამდენ ხანს უნდა ვიყოთ თქვენთანო, გამაგებინეთ, რამდენ ხანს უნდა გიშველო და რაღა ვეღარ გამოფხიზლდით და რაღა ვეღარ დაიწყეთ თქვენი თავის განკურნება თავადო. გეუბნებათ ქრისტე და თუ ვერ დაიწყებ შენი თავის განკურნებას თავად, ქრისტე როდამდე უნდა იყოს შენთან, ხო? ბიჭო, ნუ ჩამოეკიდი ამ ადამიანს კისერზე რა. ისწავლე შენი საკუთარი ფეხებზე სიარული. გააქვს შენი ფეხები. და გააკეთე შენი საქმე. მიდი საპატრიარქოსთან და დაიწყე საპატრიარქოს გაწმენდა. დაიწყე. და მერე გამოჩნდება ვინც არის ნიკოლოზი. მერე დაიწყებს საუბარს და მერე გავიგებთ ვინ არის ნიკოლოზი. ეხლა მე არ ვიცი ჯერ. ერთადერთი მე რაც ვიცი, არის ადამიანი მდუმარებაში ცხოვრობს მეშვიდე სართულზე ფონიჭალაში და იქ ხალხია შესეული. იქ დგას ერთი ყვავისნაირი ჩაცმული ქალი, რომელიც არის ყვავს გავს და იქ რომ რამე მოინდომა, ეს ეშმაკივით გიჩურჩულებს, რომ შეიძლება ისე. რა მადლი უნდა წამოიღო იქ და მე ვერ ხვდები, ეშმაკი დგას იქ გვერდზე. გაიგეთ ვინ არის ნიკოლოზი, მე რას მეკითხებით. გითხრათ იმ კაცმა, მიდით საპატრიარქოში, გაწმენდეთ საპატრიარქო, დაიწყება საპატრიარქოშის გაწმენდა, გამოვალ დავიწყებ ლაპარაკს. მანამდე იოცნებეთ ჩემს ხმის ამოღებაზე. გითხრათ ამ კაცმა და მაშინ იოცნებეთ, იმიტომაც ყავთ ოცნება აგერ გიზით. რა თქმა უნდა, მაია ხალხსია ყველაფერი დამოკიდებული, კი? ხალხზე თქვენზეა დამოკიდებული, ხალხო ჩვენზეა დამოკიდებული. რა გჭირთ? ვის ელოდებით, ვის? არავინ არ გაგიწმინდავთ საპატრიარქოს, თუ თქვენ არ დაიწყეთ მისი გაწმინდა და ეხლა თუ მაინც ქრისტე და ქრისტე უძახი ამ კაცს, მაგრამ თუ არ ლაპარაკობს შენთან და მოგცა დავალება, რატო არ ასრულებ მაშინ, ხო? დავალება ხო მოგცათ ამ ადამიანმა. და მაშინ შეასრულე, თუ ქრისტეა, რატო არ უსრულებ დავალებას? იმიტომ რომ ურჩობ ხო ქრისტესთან. არ გჯერა, ან ვერ ხვდები რა ხდება. გითხრათ ამ კაცმა, საპატრიარქო უნდა გაიწმინდოსო. და აბა სად იწმინდება საპატრიარქო, აბა? რითი იწმინდება? ცოცხლით ასაკრეფით? არა, ეგ მაგ გაწმენდაზე არ იყო საუბარი, მანდ იყო სხვა წმენდაზე საუბარი. რომ ამათმავლებისგან, პედოფილებისგან და უშნო ხალხისგან უნდა გაიწმინდოს, არაქრისტიანული ხალხისგან ეს საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს, რომ საბოლოო ჯამში ადამიანი, აი თქვათ, ნიკოლოზი არის ადამიანი, ხო? ცუდი იმ ადამიანს არაფერი არ გაუკეთებია. ნამდვილად არაფერი არ გაუკეთებია ისეთი, თუ კი მან სტაფილოს წვენი არ დაულია ილია მეორეს, ეს არ არის რომ აი რა ურჩი და ბიჭო, ბავშვებს აუპატიურებენ და სტიხაროსნებს აუპატიურებენ და იმათ რთავს ნებას ილია მეორე რომ იქ იყოს და ნიკოლოზმა რაღაც წვენი არ დალია, არ უნდა დართოს ნება? ანუ ის საშიშია? ის არ არის საშიში? ჩამოყალიბდით რა, ძალიან გაორებაში ხართ. ნიკოლოზის მრევლიც, ილიას მრევლიც და ქრისტიანებიც. ყველანი ხართ გაორებაში. უნდა ჩამოყალიბდეთ. რა კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი? გასაწმენდია საპატრიარქო რა. მეტი არაფერი. და დაიწყეთ იმით, რომ ქრისტეს ტიტული დაუბრუნდეს ქრისტეს და შემდეგ დანარჩენი სხვები.